გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ალბათ ნახეთ გადაჭრელებული მთელი მედია, სპორტულიდან დაწყებული ჩვეულებრივი მედიიდან დამთავრებული, ყველა პეიჯმა მე მგონი ქართული ბანკების პეიჯებმაც კი დაპოსტეს და რაღაც საკონდიტროების და საშაურმეების პეიჯებმაც კი დაპოსტეს იმის შესახებ, რომ თურმე ილონ მასკი დაინტერესებულია ლივერპულის შეძენით. თუ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი ვიდეოს ნახვა გეზარებათ, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სიმართლე არ არის. ვისაც არ გეზარებათ და გაინტერესებთ საიდან აგორდა ეს თემა უცებ მოგიყვებით. მოკლედ ეს არ ვიცი რაღაცა ეს ჭორი იმასთან დაკავშირებით რომ ილონ მასკი ლივერპულს ეტრფის ვიღაცამ თქვა სადღაც რომელიღაც სოციალურ ქსელში რომ ილონ მასკმა რო იყიდოს ლივერპული თუ რაღაცა ეგეთი ვიღაცა რაღაცამ დაწერა და ამ თემასთან დაკავშირებით ეს მითქმა მოთქმები უცებ რატომღაც გაჩნდა. და მე ვიღაცამ ჰკითხა ილონ მასკის მამას რომ მართლა არის თუ არა დაინტერესებული ილონ მასკი ლივერპულის ყიდვით და ამ კაცმა უპასუხა რომ კი დაინტერესებული არის რომ იქ ლივერპულთან რაღაცა სენტიმენტები და ემოციური კავშირი გვაქვს იქ ბებიამისი იცნობდა ბიტლებს და რაღაცეები და აი ეს ფრაზა იყო თუ სადმე გარდა იმისა რომ ამ ჰედლაინის გარდა თუ რამე პატარა ნიუსი მოყვებოდა და კონტექსტი მოყვებოდა ამ თემას იქ ამ კაცის ფრაზა იყო საიდანაც ეს წამოვიდა რომ ილონ მასკის მამამ თქვა რომ ილონი კი დაინტერესებული არის ლივერპულის, ოღონდ დაინტერესებული კი არ არის. აქ ინგლისურად კიდე ცოტა უფრო სხვანაირად ჟღერს ეს ფრაზა. და გარდა ამისა, იმას არავინ არ გეუბნებათ, რომ ამ კაცმა მერე რა თქვა. ბოლო ფრაზა რა იყო აი ამ ციტატაში. ეს ყველაფერი თუ სადმე სტატიაში არ გადახვედი და ბოლომდე არ წაიკითხე ამ კაცის ფრაზა, მაშინ არავინ არ გეუბნება, მედია манипуляცია ხდება ეს, რომ ვიღაც კლიკები აიღონ და გადააშიარონ და კომენტები და ლაიქები და არ იქა, რომ რაღაცა ენგეიჯმენტი გაიზარდოს, ან კლიკები გაიზარდოს და იქ მაგალითად სტატიაში თუ გადახვალ და წაიკითხავ ამ ფრაზასთან დაკავშირებით იქ წერია, რომ ამ კაცმა თქვა, რომ ხო ეხა ყველას აინტერესებს, რავი, ლივერპულის ყიდვა ვის არ უნდა, მეც მინდა თქვენს გინდათ და რაღაცა აი ეს იყო რეალურად კონტექსტი და იქამდე გაბუქდა და გაზვიადა ეს თემა რომ FSG-საც მოუწია ლივერპულის ამჟამინდელ მფლობელებს განცხადების გაკეთება რომ არც ფორმალური წინადადება მიუღიათ გაყიდვაზე და ზოგადად არც აპირებენ რომ გუნდი გაყიდონ. მოკლედ აი აბსოლუტურად არაფრისგან წარმოქმნილი რაღაცა ნიუსი არის რომელმაც ნერვები მომიშალა პირადად მე იმიტომ რომ მძულს ეგ ადამიანი და დიდი იმედი მაქვს რომ არ იყიდის ჩემს საყვარელ გუნდს წავი მანჩესტერ იუნაიტედი იყიდოს ან ევერტონი იყიდოს იფსვიჩი იყიდოს ედ შირანისგან ჩვენ თავი დაგვანებოს ან წავიდეს მანჩესტერ სიტი იყიდოს საუდის არაბეთის პრინცისგან და liam gallagher-თან ერთად იმღეროს wonderwall-ი ჩვენ თავი დაგვანებოს თუ შეიძლება